სამი ნიშანი მეგობარო იმისა, რომ თამაშდამოკიდებულების ფსკერზე ხარ. პირველი ეს არის ლარიანი გიდევს ჯიბეში 5 ლარი, 50 ლარი არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერს რიცხავ. თანხად დაგიმთავრდება, ჯიბეში შეიძლება ხურდები დაითვალო, ნახევარიც რომ გქონდეს, ჩახვალ ფეის აპარატზე, ჩარიცხავ და რაღაც 15 თეთრიანებს დაატრიალებ. მოკლედ უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენთვის ხურდებს იმაშვები აგროვებ ჯიბეში და შეიძლება $1 ქონდეს, რომელიც თილისმა თქონდა ადრე და ეგეც დაახურდაო და ჩარიცხო. მეორე მეგობარო, იმისა რომ ფსკერზე ხარ უკვე, არ აქვს მნიშვნელობა თანხაზე, ვისაც არ უნდა თხოვო, ყველას ვარს გეუბნება. სულ რო წამლის ფული გჭირდებოდეს, სულ რო საჭმლის ფული გჭირდებოდეს და მართლა პრობლემის უჭირდებოდეს, საერთოდ არავის არ ჭერა, ყველა ეგრევე გეუბნება არას. და მესამე მეგობარო, მესამე ნიშანი რაც არის, ყველანაირი სიხარული, სიამოვნება, ბედნიერება ცხოვრების დაკარგული. არაფერი სამყაროში შენ არ გაბედნიერებს, გარდა იმისა, რომ ჩარიცხო რაღაც AGD სლოტებზე, ან რაღაც ზევსის ბონუსი იყიდო და ასე შემდეგ. ეგ არის ერთადერთი, უკვე ერთ-ერთი არა, ერთადერთი დარჩენილი სიამოვნება ცხოვრების. ამიტომ მეგობარო, თუ გაწუხებს ეს პრობლემები, ჩათვალე უკვე ფსკერზე ხარ, თუ გადაწყვიტე კიდევ გამოჯამთელება, გაგიჩნდა სურვილი, შეგიძლია მომწერო, დაგეხმარები ყველაფერში რითიც შემიძლია. მე გისურვებ შვიდ და პოზიტიურ დღეს. მადლობა.